მადლობა აქციის კიდევ ერთ მონაწილესთან გადავალ, კიდევ ერთხელ მაყურებელს რო განვმარტოთ, რა არის თქვენი კონკრეტული მოთხოვნა და როგორ ფიქრობთ, რამდენად თქვათ გაიზიარებს ამ მოთხოვნას იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე? ჩვენ კონკრეტული მოთხოვნა არის შემდგომი, ჩვენ უერთებით ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომ ხალხმა უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომ ეს იყო არალეგიტიმური არჩევნები და მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა უაზრობად მიგვაჩნია ამ ცესკოს მმართველობის პირობებში ხელმომეორედ არჩევნების ჩატარება, იმიტომ რომ ისევ სუსტი ჩაგვიტარებს არჩევნებს, ისევ ოქრებს გადაწერენ, ისევ იქნება დისბალანსი. ამიტომაც აუცილებელია იმისთვის, რომ ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდეს, ის ადამიანები, ვინც არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს, მოიქცნენ თავმჯდომარიდან. თამარ ჟვანია ამ აუცილებლად უნდა დატოვოს ცესკოს თავმჯდომარის თავმჯდომარე, იმიტომ რომ მან უბრალოდ ჩაიდინა დიდი ალბათობით სისხლის სამართლებრივი დანაშაული და შეუძლებელია კრიმინალური, ასე ვთქვათ, ქმედების ჩამდენი ცესკოს თავმჯდომარე იყოს ისევ თავმჯდომარეზე, ისევ ჩატარდეს რაღაც არჩევნები, რომელსაც ლეგიტიმურად შეიძლება შეფასდეს. კი ბატონო, მადლობა. თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეებს. მე შეგახსენებთ, რომ აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და აქციის